ორი წელია აი ასეთი პრობლემა გვაქვს. ბავშვები გვაქვს სკოლაში, ბაღში. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მოდიან არჩევნების დროს, ხმები მიაქვთ. ვაფრთხილებენ, გვპირდებიან ყველაფერს, მაგრამ ვინმე რამეს არ გვეუბნება. ან თქვენ მაინც ხარს უჭერთ ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას ხარს ვუჭერთ, მაგრამ და რატომ როცა ასეთ პირობებში ძალიან გვატყუებენ. ისეთ იმედებს გვაძლევენ და იგი რომ ჩვენც გვჯერა. მაგრამ ამ დროს იმედებს ვიცრუებენ. ამიტომ მოვითხოვთ 2 წელია მოიყვანო მდგომარეობაში აიგზებით. 3 ბავშვი მყავს, ბაღში მყავს, სკოლაში მყავს. ვერც კი, მანქნები ყველას ყავს, მაგრამ ყველა სამსახურშია. სამსახურში უნდა წავიდეს ხომ იმ მშობელი. ავტობუსი არა. იგივე პატარა მიკროავტობუსი მიკროავტობუსი მაინც დაგვინიშნონ, იმიტომ რომ ეს ბავშვები წავიყვანოთ, მომიყვანოთ. ჩვენ თვითონ ქალაქშიც რომ გავიდეთ, ესეც პრობლემაა, ხომ? ავდივართ და ვუცდით ავტობუსი 9 საათის, 1 საათის მერე ჩამოივლის აი ავტობუსი რომ გავუყვეთ. მაგრამ ავტობუსი თავად ამ ქუჩაზე არ ჩამოივლის, ხო? არა, რამდენი ბავშვი აცდებს სკოლას. ბაღში ვერ მიყავან ბავშვები. და როცა მოვლენ ბავშვები სულ ფეხისველი აქვთ. სამიაღვრე რომ არ არის ასეთ მდგომარეობაში, იმიტომ აიგზები. არავინ არაფერს. ჯიბეს მეიქობენ და რატე ხას მოკრიბებია რა დამოწულა. მანქნებიც ფუჭდება. ბიო მალე გააკეთებენ ამ ძას.